დამოუკიდებელი მედია ცენტრი წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს. ფერმერის დღიური. სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებსა და უკვე გამოცდილ ფერმერებს ბოლო პერიოდში განვითარების ახალი შესაძლებლობები მიეცათ. ამ რესურსების სწორი და მიზნობრივი გამოყენება უთუოდ შეუწყობს ხელს ფერმერული მეურნეობების განვითარებასა და გაფართოებას. ახალი სეზონისათვის სამეგრელოს ფერმერები განსაკუთრებულად ემზადებიან, რადგან თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები მათ ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ამ საქმეში კი ისინი მარტონი არ არიან. ფერმერის დღიური. ბატონო გელა, როგორც დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ნიადაგების სტრუქტურა ერთმანეთისაგან განსხვავდება. ჩვენ ახლა სამეგრელოში ვიმყოფებით. აქ როგორც ვიცი, უხნალექიანი ტერიტორიებია. ეს მოსავლისთვის არც თუ ისე სახარბიელო უნდა იყოს. დიახ, მართალი ბრძანდები, თან დასავლეთ საქართველოში ჭარბტენიანი ზონა არის. მით უმეტეს მოსავლიანობის ხარისხს ეს მოქმედებს. დასავლეთ საქართველოში უფრო მოყავთ ერთწლიანი მასტოვანი კულტურები. ბატონო გელა, მე რამდენადაც ვიცი, ნიადაგს არ უხდება ჭარბტენი, უფრო სწორად მოსავალს არ უხდება ჭარბტენი. მით უმეტეს დასავლეთ საქართველოში. და თქვენ როგორ ებრძვით ჭარბტენიანობას? თავის დროს, ეგრეთ წოდებულ კომუნისტების დროს, აქ მოეწყო სფერული კვალები. დამუშავებული იყო მიწები სფერული სახით, სადაც წყალი არ დგებოდა და სფეროებს შორის გაყვანილი იყო საწვეტი არხები. საწვეტი არხები უზრუნველყოფდა სფეროებს, რომ მასზე წყალი არ დამდგარიყო ჭარბი ნალექების დროს და წყალი იწრეტებოდა მთავარ კოლექტორში, რომელიც ჩაიდინებოდა შემდეგ მდინარე აბაშაში. წლების და აწლეულების განმავლობაში მოხდა ამ არხების ამოვსება. გარკვეული მიზეზების გამო ეს არ იწმინდებოდა და ფაქტიურად არხებმა თავისი ფუნქცია დაკარგეს. ამის გამო მიწას მოერია ეროზია, მიწა გახდა ნაკლებ მოსავლიანი და გლეხი იძულებული იყო მხოლოდ სფერული კვარის ზურგი და შუა ნაწილი დაიმუშავებინა, რაც ფაქტიურად 40%-ით ამცირებდა მოსავლიანობას. ფაქტიურად აზრი არ ჰქონდა განაპირა ზოლების დამუშავებას, დაახვინას და ასე შემდეგ. ეს მხოლოდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დღესდღეობით როგორ არის ეს ყველაფერი? დღესდღეობით GLOWS პროგრამის ხმარებით მოხდა ამ არხების ნაწილის რეაბილიტაცია. დაახლოებით 3200 მეტრამდე არხის რეაბილიტირება მოხდა, რამაც საგრძნობლად შეუწყო ხელი წყლის დაწვეტას და რამაც გლეხს საშუალება მისცა თავისი კუთვნილი მიწა მთლიანად დაემუშავებინა. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანო, რომ იმ ადგილებში, სადაც არ მომხდარა არხების რეაბილიტირება, ბევრად ნაკლები მოსავლიანობა იქნა წელს, ვიდრე იმ ნაწილში, სადაც არხების რეაბილიტირება მოხდა. თუ 1 ჰექტარი მიწა აქვს ამხანაგობას, ის მხოლოდ დაახლოებით 6000 კვადრატულ მეტრს ამუშავებდა. ახლა კი მთლიანად შეუძლია 1 ჰექტარ მიწაზე მოიყვანოს მოსავალი. უხნალექიანობა წელს ძალიან დიდი ზარალი მოიტანა სამეგრელოში და ნოქლაკებს წელს ღვთისმწყალობით არ შეხებია, იმიტომ რომ ჩვენ დროულად მოვახდინეთ ამის რეაბილიტირება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. არხების ამოწმის შემდეგ გლეხები დაინტერესდნენ თავის საკუთარ მიდამოებში გაატარონ კიდე პატარა არხები, რომლებმაც კიდე უფრო უნდა მოუმატოს თავის მიწას მოსავლიანობა და ადგილობრივი ხელისუფლების იმედიც გვაქვს, რომ ამაში დაგვეხმარებიან. ფერმერის დღიური. ბატონო გელა, ძირითადად რა მოყავთ აი ამ ტერიტორიაზე? ნოქალაკებში, ისევე როგორც მთელ დასავლეთ საქართველოში, ძირითადად ერთწლიანი მასურვანი კულტურები მოყავთ. ეს არის სიმინდი და მუხუდო. ჩვენ ახლა სადაც ვიმყოფებით, ეს არის დაახლოებით 350-360 ჰექტარამდე გადაშლილი სახნავ-სათესე მიწები, რომლებშიც გაერთიანებულია რამოდენიმე ფერმერები და ამხანაგობა. დიდად ხეირიანი ეს რა თქმა უნდა არ იყო, იმიტომ რომ დაუშვათ თუ ჰექტარზე მოდიოდა ადრე 10-11 ტონამდე სიმინდი, ჩვენ 3-4 ტონას ვერ გადავწევთ, იმიტომ რომ შეიძლება არც სათანადო ტექნიკა გაგვაჩნდა, არც სათანადო პირობები იყო მიწის დამუშავების, მაგრამ იმის შემდეგ რაც ახლა დამუშავდა მიწები და უკვე წყალსაწვეტი არხები გამოიწვია, უკვე იმედი გვაქვს, რომ დაახლოებით წელს უკვე ველოდებით 8 ტონამდე, 9 ტონამდე მოსავლენობას. 8 ტონას მიაღწევს 1 ჰექტარ მიწაზე. იმიტომ რომ ჩვენ უკვე მზადა ვართ საშემოდგომო და საგაზაფხულო სამუშაოებს როულად შევუდგეთ, ამინდები არ გვიწყობდა ხელს, არც მიწის ხარისხი გვიწყობდა ხელს, მასზე წყალი იდგა და ახლა უკვე ჩვენ ამ პრობლემის შემდეგ უკვე შეგვიძლია სრულყოფილად ვაწარმოოთ მიწის დამუშავება და რაც აუცილებლად დაისახება მოსავლიანობაზე. ბატონო გელა, მე რამდენადაც ვიცი, როგორც ნიადაგი, ასევე ფერმერი ისვენებს ზამთრის პერიოდში. როდიდან იწყებთ უკვე ნიადაგის დამუშავებას? ნება მომეცით გითხრათ, რომ მეც ასე ვფიქრობდი, როგორც თქვენ ადრე, სანამ პირდაპირ შეხება არ მომეცემოდა მიწასთან და საფერმო მეურნეობასთან. ფერმერს ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში ეს ფუფუნება არ
არ აქვს რომ დაისვენოს. მიწის დამუშავება წელიწადში რამოდენიმეჯერ ხდება. გვიან შემოდგომაზე, ზამთარში და ადრე გაზაფხულზე. ახლა როგორც კი თოვლი დადნება და ჩვენ ამიდი მოხდეს საშუალებას მიწები აუცილებლად დაიხნას. აი ეს ნარჩენი მიწისა ჩაიხნება ნეშოპალის სახით მიეცემა პირველი კვება მიწას. შემდეგ მოხდება ადრე საგაზაფხულო დამუშავება მიწის, გაფხვიერება, თესვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საუბედუროდ ყველა ფერმერს ინფორმაცია სრულად არ მიეწოდება, რომ ტექნოლოგიები ვითარდება, შემოდის სხვადასხვა მცენარეული კულტურები, სხვადასხვა სასუქები და ასე შემდეგ. სენაკის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით ჩვენ ახლა მიმყოფებოდით რამოდენიმე დღის წინ ექსპო ჯორჯიაში გამოფენაზე, სადაც ძალიან დიდი ინფორმაცია მივიღეთ. ფაქტიურად ისეთ რაღაცებს წავაწე, რომელიც მართლაც ჩემთვის პირველი იყო და ახალი იყო. დავდეთ კონტაქტები, დაგვპირდნენ დახმარებას, როგორც ინფორმაციულს, ასევე მატერიალურს და ვნახოთ ალბათ ღვთისმსწავლობით ყველაფერი კარგად იქნება. ფერმერის დღიური. ბატონ გელა, გამოდის რომ საგაზაფხულო სამუშაოებისათვის მომზადებას უკვე აქედანვე იწყებთ და რა იქნება პირველი რითიც დაიწყება? ფაქტიურად დაწყებულია კიდეც პირველ რიგში უნდა მოახდინოთ მიწის შესწავლა. დიდი ხანი რამოდენიმე ათწლეული უწარედია ჩვენი მიწები არ შესწავლილა. მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გახსნილია ლაბორატორიები, რომლებიც აწარმოებენ მიწის კვლევას. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს ჩვენი მიწის შემადგენლობა, თუ კიდევ რა კულტურების მოყვანა შეიძლება ჩვენს ტერიტორიაზე, რა მარცვლოვანი კულტურების, რა მრავალწლოვანი კულტურების, რომ განავითაროთ და გავაფართოვოთ ჩვენი საფორმე მეურნეობა. ფერმერის დღიური. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურების ფუნქცია უწინარეს ყოვლისა არის იმ რესურსების პოტენციალის შეფასება, რომელიც არსებობს რაიონში. ეს არის როგორც წარმოების საშუალებების კუთხით, ასევე შრომითი რესურსების კუთხით, კერძოდ კადრების დახარისხება, სპეციალობების და მიხედვით თუ რა პროფესიის ადამიანები გაგვაჩნია, რა პოტენციალი გაგვაჩნია ამ კუთხით, როგორია წარმოების ძირითადი საშუალებები, როგორი გვაქვს მიწის რესურსები, მონაცემების დამუშავება, ბუნებრივი და ტექნოლოგიური კუთხით მიღებული მოსავლიანობის განსაზღვრა, მოსახლეობაში ახალი ტექნოლოგიების თვალსაზრისით ინფორმაციების გატანა, მათთვის გარკვეული კონსულტაციების გაწევა, ჩვენთან მუდმივად ხდება როგორც გასვლითი, ასევე ადგილზე ფერმერებისა და სხვა დაინტერესებულ პირთა მიმართ გარკვეული კონსულტაციების ჩატარება, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა საკითხებზე, ეს ეხება მეცხოველეობას, მემცენარეობას, მეცხოველეობის ცალკეულ დარგებს, მემცენარეობის ცალკეულ ქვედარგებს, ამავე დროს საუბარი არის ტექნიკის გამოყენების ეფექტურობაზე, საუბარი არის ბიზნეს გეგმაზე, ეკონომიკურ გათვლებზე, თუ როგორ შეიძლება დაუშვათ პროექტის შედგენა, როგორ შეიძლება ბანკში განაცხადის გაკეთება, რამდენად უკუგებადია ესა თუ ის ფერმერის მიერ გათვალისწინებული პროექტის განხორციელება. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ეს არის უნიკალური ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა თავისი ბუნებრივი კლიმატური პირობებით, სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ბუნებრივი კლიმატური პირობები. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურებების დებულება თითქმის ყველა რაიონისთვის არის ერთი, მაინც ცალკეული მუნიციპალიტეტისთვის მათ გააჩნიათ გარკვეული თავისებურებები, გამომდინარე იმ პირობებიდან, რომელ პირობებშიაც იმყოფება ესა თუ ის მუნიციპალიტეტი. თავისებურებები უწინარეს ყოვლისა განპირობებულია იმ პროდუქციის წარმოებით, იმ ადამიანური რესურსების არსებობით, რომელიც გააჩნია ამა თუ იმ მუნიციპალიტეტს. ვიდრე გადავიდოდით საქმიანობის ორგანიზებაზე, ჩვენ დავიწყეთ სტატისტიკური ინფორმაციის მოძიება, მისი დამუშავება, ანუ იმ რესურსობრივი პოტენციალის შესწავლა, რომელიც გააჩნია მუნიციპალიტეტს, რათა გამოსულიყავით იმ საწარმოო რესურსების გათვლაზე, რომლის შესაძლებლობაც გააჩნია. სოფლის მეურნეობაში წარმოება შეიძლება სხვადასხვა გზით განვითარდეს, არსებობს განვითარების ექსტენსიური გზა, არსებობს ინტენსიური გზა. ჩვენ აქცენტი გადავიტანეთ სოფლის მეურნეობის განვითარების ინტენსიურ გზაზე და გამომდინარე აქედან დავაზუსტეთ ყველა ის რესურსობრივი პოტენციალი, რომელიც გაგვეშთა. შევადგინეთ მრავალფაქტორული კორელაციური ანალიზი, რომელმაც გვიჩვენა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ძირითადი გამსაზღვრელი არის მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი პირობები. ვინაიდან ტექნოლოგიური თვალსაზრისით თულად არის საკითხი. ჩვენ ვიმყოფებით ძირითადად კოლხეთის დაბლობზე, სადაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დამუშავებული ფართობების მეორადი დაჭაობების საკითხი. ფაქტიურად სენაკის მუნიციპალიტეტს გააჩნია 11000 ჰექტარი სახნავი ფართობი, მათგან 30%-ზე მეტი მოქცეულია მეორადი დაჭაობების ქვეშ, რაც თავისთავად 30, 35 და 40%-იდანაც კი ისვევს ბუნებრივად მოსავლიანობისა და შესაბამისად მეცხოველეობის პროდუქციის კლებას. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე დასახული გვაქვს ის ღონისძიებები, რომელიც უნდა გატარდეს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით სენაკის მუნიციპალიტეტში. მზად ვართ ეს ღონისძიებები წარუდგინოთ ადგილობრივ ხელისუფლებას, ცენტრალურ ხელისუფლებას, დონორ ორგანიზაციებს, რათა ყველა აი ამ ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს აი ამ ცალკეული დარღვევების აღმოფხვრა და ეს ექსტენსიური კვლავწარმოება, რომელსაც ადგილი აქვს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობაში, გადავიყვანოთ ინტენსიური განვითარების საფეხურებზე. ფერმერის დღიური.
ძალიან კარგი პროგრამა წარიმართა საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სენაკის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიულ 4 ორგანოში დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელდა მეორადი დაჭაობები და ნიადაგის გამოყვანითი სამუშაოები და შედეგიც უკვე სახეზე არის ის ფართობები, რომლებიც ფაქტიურად არ იყვნენ დამუშავების ქვეშ მოქცეული, მათ შემდგომ რაც განხორციელდა აღნიშნული სამუშაოები, კვლავ მოექცნენ ბრუნვაში და შესაბამისად ამაღლდა მოსავლიანობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევს ფერმერებთან, ადგილობრივ წყვილგვეხობასთან, მოსახლეობასთან ურთიერთობები, გავდივართ საინფორმაციო შეხვედრებზე, ვატარებთ შეხვედრებს, კონსულტაციებს უწევთ, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიტანოს ცალკეულმა ღონისძიებებმა და მათ შორის დაშრობითმა სამელიორაციო სამუშაოებმა. სახელმწიფო პროგრამაც არის ამუშავებული, რომელიც ითვალისწინებს მომავალი წლიდან ადრე გაზაფხულზე დაახლოებით 2000 ჰექტრამდე მეორადი დაჭაობების ქვეშ მოქცეული ფართობების გამოყვანას და მეორად ბრუნვაში მათ მოქცევას. ამის შემდგომ აუცილებელია აი ამ ფართობების მოვლა და ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით აი ამ სფეროში გადატანილი იქნება დაშრობილი ფართობების, ორნატოების, მიმღები არხების შემდგომ მოვლის სამუშაოებზე, რათა მოვლის შედეგად მოხდეს იმ ფართობების შენარჩუნება, იმ მაღალი კაპიტალური დაბანდებების ეფექტურად უკუგება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მოსავლიანობის შემდგომი ზრდა. ფერმერის დღიური. ეს არის აპრობირებული მეთოდი ევროკავშირში და არა მარტო ევროკავშირში, მოწინავე მსოფლიოში იქიდან გამომდინარე ამ კოოპერაციულ საქმიანობას დაახლოებით 150 და ბევრ შემთხვევაში უფრო მეცნიერული გამოცდილება აქვს. ეს არის ფაქტიურად ყველა ისეთი ქვეყნისთვის დამახასიათებელი გაერთიანება, რომელიც ქვეყანაც არის პირველ რიგში წარმოვიდა მცირე მიწიანობიდან და იქ სადაც თქვა შრომა შედარებით ძვირია სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული და რთული. აქედან გამომდინარე ის რაც არ შეუძლია ერთ ადამიანს ბევრად ადვილად შეუძლია თქვა ადამიანთა გაერთიანებას. ეს არის ძირითადი არსი კოოპერაციის. ძირითადი არსი რომ თქვა გაერთიანო თავისი შრომითი რესურსები, თავიანთი ფულადი რესურსები, თავიანთი მიწის რესურსები, რათა მაქსიმალურად უზრუნველყონ ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მიღება. ფერმერის დღიური. გადაწყვეტილება სახელმწიფომ, რომ კოოპერაციის გზით მოახდინოს აგროსექტორის განვითარება, მიიღო მას შემდგომ, რაც გაანალიზა განვლილი პერიოდის განმავლობაში გაწეული შრომა, თქვათ რა შედეგებია დღემდე აგრარულ სექტორში, მოგეხსენებათ სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა აგრარული სექტორი და მაქსიმალურად ცდილობს აგრარული სექტორის განვითარებას. გათვალისწინებით იმისა, რომ სოფლიოში რა დონეზეა აგრარული სექტორი განვითარებული, თუნდაც ევროპაში, რომელიც საკმაოდ კარგ, მაღალხარისხიან და ევროსტანდარტის პროდუქციას ქმნის და სწორედ ამ გამოცდილების გათვალისწინებით სახელმწიფო მიიჩნია, რომ საქართველოში აგრარული სექტორის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გზა არის კოოპერაცია და კოოპერატივებში გაწევრიანება იმ წვრილი მიწის მესაკუთრეებისა და იმ წვრილი გლეხების, რომლებსაც არ აქვთ საშუალება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინონ, არ აქვთ საშუალება მიიღონ ისეთი პროდუქტი, რომ არამც თუ საკუთარი ოჯახი და საკუთარი თავი გამოყვება, არამედ სხვას მიაწვენ. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიაჩნია სახელმწიფოს, რომ აგრარული სექტორის განვითარება გადის კოოპერაციაზე და შესაბამისად მიიღო როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონი უკვე 2013 წლის 12 ივნის შედეგი გვაქვს უკვე სახეზე, ახლა უკვე დაფუძნდა სააგენტო, რომელიც უკვე იზრუნებს აგრარულ სექტორში კოოპერაციის განვითარებაზე. სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, ადამიანები კოოპერატივს აიგივებენ კოლმეურნეობასთან და საბჭოთა მეურნეობასთან, რაც თავისთავად ეს ასე არ არის. ეს არის მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების პროდუქტი და აპრობირებული მეთოდი აგრარული სექტორის განვითარებისა. მთავარი ორი ძირითადი პრინციპი არის, ეს არის ნებაყოფლობითობა და დემოკრატიული მართვა. კოოპერატივში გაწევრიანებულ პირთა შორის გადაწყვეტილება მიიღება პრინციპით ერთი წევრი ერთი ხმა, მიუხედავად იმისა, კოოპერატივის წევრთა საკუთრებაში პაის სახით იქნება თუ სხვა, რა სახეობის და რა რაოდენობის პაის მესაკუთრეები არიან. კოლმეურნეობაში ეს პრინციპი არ არსებობდა, იქ სავალდებულო იყო ყველა გლეხის გაწევრიანება კოლმეურნეობაში, მას უნდა თუ არ უნდა, სურდა თუ არ სურდა, კოლმეურნეობის წევრი უნდა ყოფილიყო და შესაბამისად გადაწყვეტილებაში ისინი მონაწილეობას არ იღებდნენ და გადაწყვეტილებას იღებდა კოლმეურნეობის თავმჯდომარე ან ზემდგომი და ასე შემდგომ. კოოპერატივში გლეხის გაწევრიანებით, სულ რომ სახელმწიფო მხარდაჭერა არ კონდეს მათ, უკვე ხარჯების შემცირებას და მოგების მატებას ნიშნავს, რამე თუ ძალთა გაერთიანებით შრომის გადანაწილებით ხარჯები მცირდება, საბითუმლო ბაზრის მოთამაშე ხდება უკვე კოოპერატივი, მარტო გაწევრიანებით მინიმუმ 10-15% ხარჯის ნაკლებობა ექნება. შესაბამისად ეს უკვე მოგებაზე გადანაწილდება. სტატუსის მოპოვების თანავე საშეღავათო რეჟიმში ექცევა კოოპერატივი
სახელმწიფო მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, კოოპერატივს მიცა უფლება გამხდარიყო გრანტის მიღება. გრანტის მიღების შემთხვევაში ნულოვანი განაკვეთით დაიბეგრება გამრჯე გლეხები, რომლებიც კოოპერატივის დაფუძნებისათვის გაერთიანდებენ, თუ მათ დაჭირდებათ კონსულტაციების განხორციელება, მათ აქვთ უფლება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს არსებულ რაიონულ საინფორმაციო საკონსულტო სამსახურებში მივიდნენ და მათგან მიიღონ დაწვრილებითი ინფორმაცია, თქვათ როგორ უნდა ჩამოყალიბდნენ, რა უნდა გააკეთონ და რა ქნან იმისათვის, რომ კოოპერატივი შექმნან. ამის შემდგომ ისინი შეიმუშავენ წესდებას კანონის გათვალისწინებული მოთხოვნების გათვალისწინებით, დაარეგისტრირებენ უკვე საჯარო რეესტრში, ანუ სამეწარმეო რეესტრში, ხოლო რეგისტრაციის შემდგომ სურვილის შემთხვევაში მომართავენ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის განვითარების სააგენტოს, ანუ ჩვენ და მივანიჭებთ მათ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსს. მოვახდეთ კვალიფიკაციის ამაღლებას და ტრეინინგებს, ჩაუტარებთ გლეხებს, რაც შეეხება პროგრამებს. ამ ეტაპზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უკვე შემუშავებულია პროგრამა მცირეგაბარიტიანი სასოფლო სამეურნეო ტექნიკის, რომელიც არის მოტობლოკები და ხელისათესები. ამ პროგრამის ფარგლებში უკვე ბოლო ეტაპებზეა და ის დამტკიცდება და უკვე განხორციელებას დაექვემდებარება და ამ პროგრამის ფარგლებში არის ორი მიმართულება. ეს არის შეღავათიან ფასებში ტექნიკის საკუთრებაში გადაცემა კოოპერატივებისათვის, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ რთული რელიეფის მიწები და მეორე კომპონენტი ეს არის ლიზინგის კომპონენტი, რომელიც ასევე გადაეცემა კოოპერატივებს, რომელსაც საკუთრებაში აქვთ რთული რელიეფის სასოფლო სამეურნეო მიწა. თუ პირობითად მოტობლოკის დასათესის ღირებულება 1000 ლარი, კოოპერატივს, რომელსაც აქვს საშუალება, თქვათ 50, ამასაც პირობითად ვიტყვი ამ ციფრს, რამე თუ ჯერ საბოლოოდ არ არის დამტკიცებული, თქვათ თუ 50%-ს გადაიხდის თვითღირებულებისას ამ ტექნიკისას, მას უკვე საკუთრებაში გადაეცემა მას და ეს 50%, მეორე 50% სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაფარდა გრანტის სახით იქნება მისთვის გადაცემული, ხოლო მეორე ლიზინგის შემთხვევაში თუ თქვათ მას არ აქვს საშუალება რომ 50% გადაიხადოს ამ თვითღირებულებას, მაშინ ჩაერთვება უკვე ლიზინგის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კოოპერატივს ექნება ვალდებულება რომ გადაიხადოს მხოლოდ ღირებულების 20%, 20-დან 25% საზოგადოებრივ ეზია. სალიზინგ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება და ამ პროგრამის ფარგლებში გადაიხდის პირველად შენატანის სახით. დანარჩენ თანხას უკვე რომელიც მან უნდა გადაიხადოს თავის ნაწილში, ის უკვე გაიწერება განსაზღვრული ვადით 2-დან 3 წლამდე დაახლოებით. ამას კიდევ თავისთავად ლიზინგის გარკვეული პროცენტი ექნება და დანარჩენ მეორე ნაწილს ისევ სახელმწიფო აიღებს თავისთავად და გრანტის სახით გადაცემს ამ ტექნიკას ამ ვალდებულების შესრულების შემდგომ. ქონდა რეგიონალური შეხვედრები, როგორც გამგეობის დონეზე, ასევე სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურებთან, ვინაიდან ესენი არიან პირველი კონტაქტპერსონები ჩვენს ფერმერებთან და გლეხებთან. ინფორმაციების აანალიზის საფუძველზე უკვე დავიწყებთ მეორე ეტაპის შეხვედრებს, რომელიც იქნება უშუალოდ რაიონული შეხვედრები, უშუალოდ ფერმერებთან და მსურველებთან, იმ გლეხებთან, რომლის მობილიზებასაც უზრუნველყოფს როგორც სამინისტროს რაიონული სამსახურები, საკონსულტაციო საინფორმაციო სამსახურები, ასევე გამგეობის თანამშრომლები, ასევე ადგილებზე რაიონის და სოფლის რწმუნებულები და მოხდება იმ დაინტერესებულ პირებთან, იმ გლეხებთან და ფერმერებთან შეხვედრა, ვისაც აინტერესებთ აღნიშნული მიმართულებისში საქმიანობა. ფერმერის დღიური განისაზღვრა ამ სააგენტოში მოქმედი რამდენიმე სამსახური. ფუნქციები ძირითადად არის ის, რომ შევინარჩუნოთ და განავითაროთ თვითონ კოოპერაციის პრინციპები საქართველოში დაარსებულ კოოპერატივებში, რომელთაც მიღებული აქვს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი. ეს არის მთელი სპექტრი ღონისძიებებისა და გათვალისწინებისა, რომელიც კოოპერატივებს გაიყვანს იმ ნიშნულზე, სადაც ისინი მიიღებენ მაქსიმალურ მოგებას და იქნებიან სიცოცხლის უნარიანები. ეს იქნება ჩემი სამსახურის უშუალო ფუნქცია, კი არ შევა მოწმოს და რაღაც დამატებითი ფინანსური კონტროლის მექანიზმი კი არ შევქმნათ. არამედ პირიქით ხელი შეუწყოთ მათ განვითარებას, მივცეთ რეკომენდაციები და ამავე დროს გავუკეთოთ მონიტორინგი მათ ფუნქციონირებას. ფერმერის დღიური როგორც მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს უდიდეს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახური ძალიან ბევრი მიმართულებით უწევს კონსულტაციას ფერმერებს. ერთ-ერთი სეზონის მოახლოებასთან, რა თქმა უნდა, მეციტრუსეობა ჩვენი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ხობში, რასაც უძახდით ხეთის მანდარინს და
ზუგდიდში კიდევ დარჩენილი 2-3 სოფელი, რომელიც ძირითადად მისდევს მას რუსეობას. ესენი არიან კოლხი და ახალსოფელი, ნარაზენში არიან კიდევ. აი ამ სოფლებში ყოველთვის მოდიოდა ხარისხის მანდარინი, მომხმარებელი ყოველთვის აღფრთოვანებული იყო მისი გემურთვისებები. ეს არის ძალიან შრომატევადი კულტურა, მას მინიმუმ 3-ჯერ მაინც უნდა შეეწამება, არაფერს არ ვამბობ იმ შემოგვარებებზე და არაფერს არ ვამბობ გასხვაზე, პლუს თავის დაავადებები, რომელიც აქვს ამ კულტურას. რა თქმა უნდა, პრობლემა იყო და არის ყოველთვის ხარისხიანი შხამქიმიკატები. მაგრამ მე მინდა უბრალოდ უთხრა ყველას, რომ მსგავსი პრობლემების წარმოქმნის დროს შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მობრძანდეთ ჩვენთან საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურში, ჩვენი სპეციალისტები დაგაკვალებენ, სად შეიძინოთ ეს შხამქიმიკატები. გამომდინარე იქიდან, რომ შხამქიმიკატებზე და შეწამებაზე არის ძალიან დიდწილად დამოკიდებული თვითონ ამ ციტრუსების ხარისხი თქვენს ნაკვეთებში. წლევანდელი, ზაფხული, ჩვენი ამინდები იყო წვიმები, იყო ცუდი ამინდები, არადა მთლიანად საქართველოში მოგეხსენება 150,000 ტონამდე ავიდა პროგნოზირებადი მოსავალი. სამწუხაროდ არ არის ჩამბარებელი პუნქტები. ჩამბარებელი პუნქტები, როგორც ვიცით, 30-ზე მეტი არის აჭარაში. რა თქმა უნდა, თვითონ ტრანსპორტირება ზუგდიდიდან აჭარაში ან თუნდაც გურიის მიმღებ პუნქტებში ფერმერებისთვის ეს ძალიან დიდი პრობლემა არის ამ თემაზე. ჩვენ სხვა შორის შევხვდით ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ტრანსპორტირებთ უზრუნველყოფის და მოთხოვნის შემთხვევაში გამგეობა მზად არის ხელი შეუწყოს ფერმერებს. რაც შეეხება ჩვენ საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურს, კიდევ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერ დროს დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მივაწოდოთ ინფორმაციები და გავუწიოთ კონსულტირება იმ საკითხებზე, რომლებიც მათ აგრეთვე დაინტერესებდა. აგროსიახლეები. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის, გურიის და სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მეციტრუსე ფერმერების მიერ ჩაბარებულ 1 კილოგრამ სტანდარტულ ნაყოფზე ციტრუსის შემსხიდველის მიერ გადახდილი თანხის დამატებით მეციტრუსე ფერმერი მიიღებს 15 თეთრს. შემსხიდველმა ფირმა, ვინც ტვირთს გადაიტანს სასუნხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, რუსეთში და არ ვიცი სხვა ნებისმიერ ქვეყანაში აუცილებლად უნდა შეისყიდოს მინიმუმ 35 თეთრად 1 კილოგრამი ციტრუსი და აგრეთვე შემსყიდველი, ანუ მყიდველი ვალდებულია გამყიდველზე 15 თეთრის ასანაზღაურებლად 2014 წლის 1 მარტამდე შესაბამის მუნიციპალიტეტს ქალაქის მმართველობას წარუდგინოს ფერმერის პირადობის მოწმობის ქსეროასლი, ფერმერის საბანკო ანგარიში და შესყიდვის აქტი. აუცილებლად ამას უნდა დაურთოს საექსპორტო დეკლარაცია. ანუ 15 თეთრის დაფინანსება ხდება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი შეისყიდის პროდუქციას, მაგალითად ციტრუსს და გაიტანს ექსპორტზე. შიგა ბაზარზე გაყიდულ პროდუქციაზე 15 თეთრიანი დაფინანსება არ ვრცელდება. ნებისმიერი სხვა ინფორმაციისათვის ბათუმში სავაჭრო სამრეწველო პალატის შენობაში გახსნილია საინფორმაციო ცენტრი. ყველა დაინტერესებულ პიროვნებას შეუძლია მიიღოს სრული ამომწურავი ინფორმაცია შემდეგ ტელეფონის ნომრებზე 24 78 41 24 78 27 28 41 და 27 28 43. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა პირობას. ეს ვრცელდება 2013 წლის 6 დეკემბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე. მანამდე ჩვეულებრივად 15 თეთრიანი დაფინანსება არ იყო ძალაში, როგორც უკვე მოგახსენებთ, მიმდინარე წლის 6 დეკემბრიდან შესყიდვის აქტები და საექსპორტო დეკლარაცია ძალაშია და უნდა იყოს აუცილებლად შესყიდვის აქტი დამოწმებული ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რომ ნამდვილად რომელ სოფელში ან რომელ რეგიონში მოხდა ამ პროდუქციის შესყიდვა და შემდგომ ექსპორტზე მისი გატანა. უნდა თქვა არასტანდარტულ მანდარინთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ერთი საწარმო გვაქვს დღეს მოქმედი ქობულეთში, რომელიც 18,000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს მიიღებს. აქედან 1 კილოგრამ მანდარინზე 10 თეთრს გადაუხდის თვითონ საწარმო, ხოლო 10 თეთრს გადაუხდის მუნიციპალიტეტები. საკითხი გურიის მუნიციპალიტეტებმა იციან, ჩვენთან აჭარაში იციან და ანალოგიურად თუ იქნება არასტანდარტული მანდარინი სამეგრელოს რეგიონში,
ადგილობრივ მუნიციპალიტეტებმა საკრებულოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება 10 თეთრიან დაფინანსებასთან დაკავშირებით. არასტანდარტული მანდარინის შემთხვევაშიც ანალოგიურად ფიზიკურ პირს, ვინც მიიტანს საწარმოში არასტანდარტულ პროდუქციას, უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა, მისი საბანკო რეკვიზიტები, იქვე მოხდება პროდუქციის მიღება და როგორც მოგახსენეთ, 10 თეთრს აღნიშნულ ფიზიკური პირი იქნება თუ იურიდიული, ჩაურიცხავს საწარმო, ხოლო 10 თეთრს ჩაურიცხავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. რაც შეეხება საინფორმაციო ცენტრს, აქ ერთი ფანჯრის პრინციპით შესაძლებელია ექსპორტიორებმა მიიღონ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც ესაჭიროება ტვირთის ექსპორტზე გაგზავნას. ფერმერის დღიური. ბავშვობიდან მქონდა ამის სურვილი, რომ ციტრუსი გამოშენებინა. 35 წელია მანდარინი რომ აქვს. და იმის მერე უვლი ამას. გასხლა უნდა მანდარინზე, შესამლა უნდა, გათოხნა უნდა, დაბარვა უნდა, სასუქი უნდა აუცილებლად. ზოგიერთმა მიანება ამის მოვლას. თავი 14-20% არის ჩვენ სოფელში, ვისაც ბევრი პლანტაცია აქვს მანდარინის. მიყვარს ეს კულტურა და ამიტომ უვლი ამას. ფაშორის არის განსხვავება. სტანდარტული სხვა არის, არასტანდარტი სხვა არის. იმას სხვა ფასი აქვს, იმას სხვა ფასი აქვს. მე ვაბარე, კერძო კლიენტები მყავს. დადიან და ყიდულობენ 30 კაბეგად, 35-ად, 40-ად. გაშნია როგორია მანდარინი. შარშან ნაყოფის კაი იყო. წელს არ არის ნაყოფი ისეთი და იმიტომ რომ ფასიც არ აქვს იმდენი. ამინზეც არის დამოკიდებული, ამინდის უნდა ამას. ჩემები არ უყვარს მანდარინს. უფრო მზიანი თბილი ამინდი. ჩემი მოწეული მანდარინი უფრო მეტად კახელებს ნეკ და თბილისში ყიდიან. აქ იბარებენ და თბილისში ყიდიან ბაზარზე. 2 ტონა ნახევარი გავყიდე უკვე. წელს ველოდები 3-4 ტონამდე მანდარინს. დანაკარგი არის შეუსწავლელი მანდარინი 1-40%. ყველაზე ნაკლია. ნებისმიერ ხეზე. წელს უნდა შევსწავლო. თუ არ შეწავლი, ნაყოფს ვერ მოისვამს. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი მედია ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.